მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს სამშაბათია, მე შემოგიერთით საბავშვო რუბრიკით, რომლის ფარგლებშიც, როგორც უკვე ანონსიდან ნახეთ, დღეს ვისაუბრებთ შიშებზე. ყველა ბავშვს რაღაცის შიში აქვს, ზოგს სიბნელის, ზოგს ექიმის, ზოგს უცხო ადამიანის და ასე შემდეგ. ხანდახან ისეთი რაღაცების შიშიც, რომლის ახსნაც ზრდასრულებსაც არ შეგვიძლია. დღევანდელ გადაცემაში სწორედ გვექნება საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ასაკობრივი შიშები იმ შიშებისგან, რომელიც პარალელურად უკვე აფერხებს ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებას. ასე რომ გავარკვიოთ თუ როგორ იქმნება შიშები და როგორ შეიძლება მშობლები დავეხმაროთ ბავშვებს, რომ ვმართოთ ეს მოვლენები. დეტალურად შეგვიძლია გავიგოთ დაკითხვებზე პასუხი ჩვენი სტუმრისგან, ასე რომ წარმოგიდგენთ ნინო გოგიჩაძეს, ფსიქოლოგს. ქალბატონო, გთხოვთ შემოგვიერთით. მადლობა რომ დილით დამბრძანდებით ჩვენთან. ბევრი კითხვა გვაქვს და დავიწყოთ ალბათ საუბარი უპრეანი იქნება. პირველი და მნიშვნელოვანი შესავალ სიტყვაშიც ვახსენე, ეს არის რომ არსებობს გარკვეული შიშები, რომელიც გარკვეული ასაკების თამდევია და ამაში საშიში არაფერია. თუმცა, ვისაუბროთ იმაზე, როგორ განვასხვაოთ მშობლებმა ერთმანეთისგან ეს ასაკობრივი შიშები და ის შიშები, რომელსაც უკვე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება და საერთოდ როგორ ყალიბდება შიშები ბავშვებში. მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დილას შიშით ვიწყებთ და ეს რეალურადაც ესე არის, იმიტომ რომ ზოგს გვაღვიძებს მაღვიძარა და ეს მაღვიძარა არის მიმართული სწორედ იმ სტრესული რეაქციის გამოწვევაზე, რომელსაც მე შეიძლება დავარქვათ შიში. საიდან იწყება შიში? შიში არის გადარჩენის ინსტინქტის თანმდევი ემოციური რეაქცია, რომელსაც მე ჩვენ შეიძლება დავარქვათ შიში. ყველა შემთხვევაში შეიძლება არ დავარქვათ შიში. შიში იწყება იქიდან, რომ ჩვენ უნდა ვორიენტირდეთ გარემოში. ბიოლოგიური პასუხისგებლობა გვაქვს ამისი, როგორც ორგანიზმებს, რომ გადავრჩეთ და გავიგოთ ეს გარემო სასიკეთოა ჩვენთვის, ნეიტრალურია თუ საფრთხის შემცველია. ანუ შიში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რეაქცია საფრთხის შემცველ სტიმულებზე, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენ შიგნით, შეიძლება იყოს გარეთ და შიში ჩდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ, რომ ამ პასუხის მიგებება არ არის ჩვენთვის შესაძლებელი. ეხლა რატომ არის ბავშვების შემთხვევაში შიშები უფრო გამოხატული, შეიძლება ვთქვათ და ასაკობრივად ცვლადი, ვიდრე მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში. ესე იგი, შიშით ვიწყებთ ცხოვრებას, ანუ პირველი ჩვენი შიშის გამოხატულება ის ვაიდე და რა ტირილს როცა იწყებს ახალშობილი და პრინციპში ეს მეტყველებს იმაზე, რომ მის ძალაზე, რომ აღმოაჩინოს ამ სამყაროში ცვლილებები. ანუ შიში თუ არის პასუხი ცვლილებებზე, ხო, აი ეს პირველი შიში, ასე ვთქვათ, ქვეყნად მოვლენის შიში, ყველა ჩვენთაგანს გაგვიცდია და მე ეს შეიძლება გახდეს შეფასება იმისა, რომ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ბავშვი, ანუ ჩვენი თანდაყოლილი შიშთან ასოცირებული ინსტინქტები მოუყვება მე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეხლა შიში დასაწყისიდანვე გვეუბნება ბავშვი როგორ ვითარდება. მაგალითად, ახალი რამე რო შეგვაქვს, რეაგირებს თუ არა ახალზე. ესეც შიშთან ასოცირებული პასუხია. მე უცხო ადამიანი რო შედის, რეაგირებს თუ არა უცხო ადამიანზე. ესეც შიშია. მე მოგვიანებით აი ეს პროცესი როგორ გავიარეთ, სიახლეების უცხო ადამიანებთან შეგუების, ამაში ჩვენ სოციალურ გარემოს, ჩვენზე მზრუნავს რა როლი აქვს, გადაიზრდება ან არ გადაიზრდება მიჯაჭვულობის საკითხებში, გაჩნდება იქ უსაფრთხო მიჯაჭვულობა თუ გაჩნდება საფრთხესთან ასოცირებული მიჯაჭვულობის ფორმები. ეს არის ის შიში, რომელიც ყველაზე დიდად მანიფესტირებული არის ბავშვებში, აი უცხოს დანახვაზე შიშის რეაქცია, რომელიც მერე ამ სოციალურ კომპეტენციაში გადაიზრდება, თუ ბავშვი და მისი სოციალური გარემო კარგად გადალახავს აი ამ მიჯაჭვულობის საკითხებს და ბავშვს ასწავლის, რომ რა შემთხვევაში შეიძლება უცხო იყოს საფრთხის შემცველი, რა შემთხვევაში არ იყოს საფრთხის შემცველი და მაშინაც კი როცა საფრთხის შემცველი უცხოა, როგორ მოვიქცეთ. კიდევ ერთი თემა აი ამ სიახლის და საფრთხის შემცველი საგნების თუ მოვლენების გარჩევაში არის, რომ მე როგორ მეხმარება გარემო, რომ ვიგრძნო, რომ შემიძლია გავუმკლავდე ამ შიშს. როგორ მაძლევს აი ამ ავტონომიურობის განცდის შეგრძნებას და როგორ მასწავლის, რომ დავიმშვიდო თავი. აი ეს ორი კომპონენტი არის შიშთან მნიშვნელოვანი. ვიცით, რომ შიში განიცდება მუცლად ყოფნის პერიოდშიც, ოღონდ ეხლა რა თქმა უნდა სახელდება ამისი არ ხდება და მე ნელა ყალიბდება რეგულაციური მექანიზმები, რომ არა ავტომატური პასუხი იყოს ჩემი, არამედ მე გავიაზრო ის პასუხების რეპერტუარი, რომელიც მაქვს იმისთვის, რომ ამ შიშს სათანადოდ გავუმკლავდე. ეხლა ვისაუბრეთ ჩვენ, რომ არსებობს ეს მიჯაჭვულობასთან ასოცირებული შიში, რომელიც პრინციპში ურთიერთობის მხრივ გადამწყვეტია მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ახლა ბავშვების შემთხვევაში იქ დედა წავიდა იტირა,
ან როგორ манифესტირდება. მე ნელა-ნელა ეს ამოცანები დედის ან იმ ადამიანის, რომელიც ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია წას, სხვადასხვანაირად манифესტირდება. სკოლაში წასვლის მომენტისთვის არ უნდა დედასთან განშორება. ხო ვთქვათ, მე იქ თინეიჯერობაში შეიძლება სხვანაირად манифესტირდეს ურთიერთობის სირთულეებში, როგორ შეუძლია რომ გადალახოს, როცა ურთიერთობები ირღვევა. მე ჩვენ მოვდივართ ჩვენი შიშებიდან, როგორც მოზრდილები და როგორც მე მშობლები, ამ შიშებსაც რაღაცნაირად ვკარ ნახავთ ჩვენ შვილებს, იმიტომ რა არის შიში? ჩვენი შიშები გადადის მასში. ჩვენი შიშები, ხო? აი თქვათ ეხლა რო წავყვეთ, ეხლა ცოტა ვილაპარაკეთ უფრო შფოთვითი აშლობის ფარგლებში ურთიერთობაზე ასოცირებული შიშების, აქ მე ეს შემოდის ისევ აი რაღაც ამ ხაზზე აკინძული არის ისევ სოციალურ ურთიერთობებზე, თქვათ სოციალური ფობია, რომელიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, აი ზუსტად აი უსაფრთხოების განცდის ნაკლებობიდან საბავშვო ბაღში იქნება, სათამაშო მოედანზე იქნება, სკოლაში იქნება. მე შეიძლება გახდეს წარდგენის, გადაიზარდოს ასე ვთქვათ, წარდგენის რაღაცა საჯარო გამოსვლის შიში, რომელიც მე მოზარდობაში, მოზრდილობაში შეიძლება წაყვეს ადამიანს. გაბატონინო, ხშირ შემთხვევაში გარკვეული შიშები კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული, ხო? რომ არ გადაიზარდოს ვთქვათ ეს კონკრეტული ფაქტი, ამიტომ აი თქვენი კომპეტენტური აზრი საინტერესოა. აი ნახეთ, ვთქვათ ბავშვი კონკრეტულ ამბავსაც ვიკითხავ. აი ვთქვათ ბავშვი შეესწრო რაღაც მძაფრ ფაქტს, მაგალითად ავტოკატასტროფას. რას ვშვებით ამ დროს, რას უნდა ველოდოთ ბავშვისგან და ჩვენ როგორ უნდა ვმართოთ აი ეს პროცესები? ყველა სიტუაცია ძალიან განსხვავებული არის და მნიშვნელოვანია რომ პირველი რასაც ვაკეთებთ ემოციური რეაქციის დროს ვეუბნებთ რომ მე შემეშინებოდა, როგორ შეგეშინდა. და ეს არის ის, ანუ ჩვენ როდესაც სიტყვით შევდივართ, სიტყვა უკვე რეგულაციური ფუნქციის შემსრულებელია და შიშთან დაკავშირებით გვინდა რომ ბავშვი დამშვიდდეს, ანუ ეს რეგულაციური ფუნქცია აღდგეს. ვეუბნებით რომ მე შემეშინებოდა და პირველი რასაც ვზრუნავთ რომ მისი ფიზიოლოგიური რეაქციები დამშვიდდეს, წყალს ვასმევთ, ვაჩვენებთ რომ თვითონ უსაფრთხო გარემოშია და მე ვეხმარებით რომ ჩვენი და მისი ემოციები გავცვალოთ. ანუ მეც შემეშინდებოდა და არა ნუგეშინია, რატომ შეგეშინდა? ანუ პრინციპში ნუგეშინია უარს გათქმევინებს შენს ბუნებრივ პასუხზე და ეს ასე ვთქვათ ყველაზე ცუდი პასუხია რაც შეიძლება ბავშვს უთხრათ, იმიტომ რომ უარს ვათქმევინებთ მის დამცველობით რეაქციაზე, მის მიერ ამ შიშის შეფასებაზე. პირიქით ვეუბნებით რომ ხო, აი ნახე რა მოხდა? ხო, მომიყევი რა მოხდა? შენ რისი შეგეშინდა? იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ესე იგი მოვლენის მომსწრენი ვიყოთ და სხვადასხვა რამის შეგვეშინდეს. ჩვენ გვეგონოს რომ სხვა რამე უფრო საფრთხე-შემცველია და ბავშვისთვის სუბიექტურ აღქმაში სხვა რამე შეიძლება უფრო საფრთხე-შემცველი იყოს და როგორც წესი ეს რაღაცა სპეციფიური გამაღიზიანებლები არის, რომელიც მერე აი ამ საფრთხესთან ასოცირებაში შეიძლება დარჩეს ადამიანის მოგონებაში და გამოიწვიოს ეს შიშის შემცველი რეაქციები და ზუსტად ეს პოსტტრაუმატული სტრესული აშლობა ამითი ხასიათდება, როდესაც ჩვენ ძლიერი ნეგატიური გამოცდილების გადატანის შედეგად აი ამ თითქოს ერთის მხრივ უვნებელ მოვლენებს ვანიჭებთ ძლიერ ემოციურ მნიშვნელობას და ტრიგერებსაც ვეძახით ამას ჩვენს პროფესიაში. კი ბატონო, რადგან მაინც ემოციურ უარყოფით ემოციურ მხარეზე გვაქვს საუბარი, ძალიან მინდა ეს კითხვა დავსვა. როგორ ვაგებინებთ ბავშვებს, ვთქვათ, ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ან მისი საყვარელი შინაური ცხოველის გარდაცვალებას, ან რომ ამბობთ ხოლმე რომ აი ანგელოზი გახდა და ცაში ავიდა, რამდენად სწორია ეს და რა არის სწორი ფორმა? ანუ გარდაცვალების შიში ერთ-ერთი თანდევი შიშია ადამიანის ცხოვრებაში, სხვადასხვანაირად გამოვლინდება, დაბადებიდანვე მოდის ამ შიშის განცდა და მაგრამ გარდაცვალებაც ასევე თანდავია ადამიანის ცხოვრებისთვის და ეს ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია. ხო? ანუ ფოთოლიც ჭკნება, ცხოველიც ჭკნება და ადამიანებიც გარდავიცვლებით. თითქოს გვინდა რომ დავიცვათ ბავშვი ამ ნეგატიური გამოცდილებიდან და თითქოს გვინდა რომ ავარიდოთ სინამდვილეში ეს არ ეხმარება, იმიტომ რომ ბავშვი მაინც იგებს, ყველანი დაძაბულები არიან, რაღაცა ხდება, იცვლება გარემო, ვიღაცა ტირის, მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს რა მოხდა. ეს გარდაიცვალა. და როგორ პირდაპირ ვამბობთ? აი ბავშვის ასაკს გააჩნია და იმ ვითარებას რომელშიც ვართ, პირდაპირ ვეკითხებით, იცი რა მოხდა? და ძალიან ხშირად ბავშვმა შეიძლება გითხრათ, დიახ, ვიცი რომ ბაბუა გარდაიცვალა, ან ძაღლი გარდაიცვალა. რატომ არის ხა ეს მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ უთხრათ და მივცეთ საშუალება, რომ ჩვენთან ერთად გამოხატოს ის ნეგატიური ემოცია. თქვათ შიში უფრო ასოცირებულია მოლოდინთან, თქვათ ვიღაცა შეიძლება გარდაიცვალოს ან ვიღაცა შეიძლება დაზიანდეს და მე უკვე ხა გარდაცვალება ნაკლებად შიშთან ასოცირებულია, თუმცა ნეგატიური ან მე შეიძლება იყოს შიშთან ასოცირებული, რომ მეც არ გარდავიცვალო. ანუ აი ეს თემებია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ
მივხვდით რაღაცა ნეგატიურ მოვლენაზე, ვეუბნებით ამ მოვლენას რა ქვია, ვეუბნებით ამ მოვლენას რა ემოციური რეაქცია შეიძლება მოყვეს, ამ ემოციური რეაქციაში ერთად შევდივართ და მე ვცდილობთ რომ რეგულაციური ფუნქციები აღვადგინოთ დაწყებული ფიზიოლოგიური მომენტებიდან დასრულებული მე ამაზე მსჯელობიდან და ეს არასდროს არ შევწყვიტოთ. ხო, ანუ ნუ გეშინია და არიტირო ეს ის თემებია, რომელშიც მნიშვნელოვანი რომ არ შევიდეთ ცნობიერად, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მოზრდილები ვასრულებთ კორეგულატორის ფუნქციას და ვეუბნებით რომ კი საწყენია, კი მტკივნეულია, კი მოგვენატრება. მოდი აბა ეხა მას შემდეგ რაც მაინც რეალობას უსწორებთ მოკლედ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შიშიც და ვთქვათ ნეგატიური ემოციური რეაქციები გვეხმარება რომ რეალობასთან კავშირი დავკარგოთ და ეგ არ გვინდა. ჩვენ პირიქით გვინდა რომ აი ეს ქმედითობა შევინარჩუნოთ და რეალობასთან კავშირი გქონდეს რაც შეიძლება ზუსტი მოცემულ ვითარებაში. მე მყავს 5 წლის გოგონა და მძაღლი რომ დაგვეღუპა, ანუ დღემდე ვერ ვუთხარი ესე კონკრეტულად, რადგან აი როდესაც ვეუბნები რომ აი ცაშია და ასე შემდეგ, პირველ კითხვას რასაც ვთქვამს, ანუ არასდროს დაბრუნდება და აქ უკვე იწყება ტირილი. აი ამ დროს უკვე ვეღარ ხვდები ხოლმე რეალური ამბავი ვუთხრა თუ ის რომ აი ზემოდან გვიყურებს და ასე შემდეგ. ჯერ ერთით როცა ვეუბნებით რომ ზემოდან გვიყურებს, ჩვენ არ ვიცით გვიყურებს თუ არა ზემოდან. ანუ აქ ეხა მეორე თემა შემოდის, ჩვენ თუ ის ადამიანი ვართ, ვისაც ენდობა ვინც ემოციური რეაქცია მართვაში და რეალობის საქმეში უნდა მიეხმაროს. რატო შევიდეთ იმ თემაში, რომელიც ჩვენც არ ვიცით? ჩვენ ვიცით, რომ სახში აღარ მოვა. ვეღარ ნახავს. რომ საავადმყოფოში დავტოვეთ, რომ დაასაფლავეს. ან რომ რაღაცა კრემაცია გაუკეთეს ცხოველს. და ვეღარ ნახავ. ოღონდ აბა მოდი რა გახსოვს? ანუ აი ეს ახლა რეგულაცია კი ნამდვილად ვერ ნახავ, ხო, უნდა იტიროს, რატომ უნდა იტიროს? მიჯაჭულობის ობიექტია, მისი ზრუნვის ობიექტია. ეს დანაკარგი იგრძნო და თითქოს არ ვეხმარებით იმაში, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევიდეს. თვითონაც შევიდეს, იმიტომ რომ ემოციას ისიც ახასიათებს, რომ დიდი ხანი არ გრძელდება თუ ბოლომდე შევყვებით, ბოლომდე გავიაზრეთ, მნიშვნელობას მივანიჭებთ, გენატრება. ეხლა რა გაკლია ის რო არ არის? ხო, როგორ იცოდა კუდის მოქნება? ან ახლა გახსოვს სახეში როგორ გიყოფთა ენას? აი ესეთი პატარა შეხსენებები და იმის თქმა, რომ დანაკარგია, ეს დანაკარგი რაღაცნაირად ჩვენში წტოვებს კვალს და ამ კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობა, როცა არსებობს, მნიშვნელოვანია რომ მივცეთ ამ შესაძლებლობასთან დაკავშირების პირობა ბავშვს ჩვენი მონაწილეობით. კი ბატონო, მოკლედ რეალობას არ უნდა გავექცეთ არავითარ შემთხვევაში. მადლობას გიხდით, ძალიან რთული თემაა და ამ თემაზე ცხადია მომწურავად ბოლომდე ვერ ვისაუბრებდით. ქალბატონი ნინო გოგიჩაძე იყო ჩვენი სტომარი, ფსიქოლოგი, ჩვენ საუბრობდით შიშებზე ბავშვებში. მე გისურვებთ ყველას წარმატებულ და ბედნიერ დღეს და გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ლანა.